გოგებაშვილი. მოგესალმებით ყველას ამ ძალიან სიმბოლურ დღეს. ზუსტად 34 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს. 1991 წლის 31 მარტს ქართველი ამომრჩეველი 99-მა დაიბრუნა საკუთარი ქვეყანა. ხმა მისცა დამოუკიდებლობას, ხმა მისცა რუსეთის ოკუპაციის სამუდამოდ დასრულებას. დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვება 70 წლის საბჭოთა და რუსული მონობის შემდეგ არც ადვილი იყო და არც ადვილად სარწმუნო საზოგადოებისთვის. მაშინაც უნდობლობა, უიმედობა, ორპირობა, კონფორმიზმი და საკუთარი ინტერესები აბრკოლებდა გათავისუფლების გზას და ბუნდოვანს ხდიდა გამარჯვების შანსს. მაგრამ მაშინაც იყვნენ საქართველოს მომავალსა და თავისუფლების გარდაუღლობაში დარწმუნებული მებრძოლები და მათ შეძლეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა. ეს შეძლეს მშვიდობიანად, რთული ნაბიჯი გადადგეს, გამბედაობით და რწმენით. ვინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ასეთი უმრავლესობით, ასეთი ერთიანობით გაიმარჯვებდა, რომ საქართველო ამით საკუთარ ნებას მთლიანად გამოხატავდა. ალბათ მაშინაც იყვნენ ურწმუნოები, ვინც ამბობდა, რუსეთი არასოდეს დართმობს, რეჟიმი არასოდეს დართმობს და მაინც დაათმობინეს. ეს გამარჯვება მარტივი არ ყოფილა. ეს გამარჯვება იყო 1921 წლის ბრძოლების, 1923 და 4 წლის აჯანყებების, 1978 წლის 14 აპრილის ქართული ენის დასაცავად გამართული გამოსვლებისა და 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლის შედეგი. სწორედ ბრძოლაში გამძლეობამ, ურყევმა რწმენამ და მეთაურების გამბედაობა მოიტანა რეფერენდუმი. 9 აპრილის დამოუკიდებლობის გამოცხადება და შემდგომ 26 მაისი. საქართველოს ბრძოლა ყოველთვის უთანასწორო იყო. შიდა თუ გარე მტერთან, უცხო დამპყრობელთან, მაგრამ საქართველო ყოველთვის იმარჯვებდა, რადგან წინ უძღოდა თავისუფლებისთვის მებრძოლთა მშვიდობიანი ჯარი. დღესაც ეს მშვიდობიანი ჯარი დგას რუსთაველზე და ჩვენი ქალაქების ქუჩებში. დგას და წინააღმდეგობას უწევს უსამართლობას, ძალადობას, დამონებას, დაპყრობას. დღესაც ასეა და თქვენ აქ მდგომი ზამთრის სიცივეში, წყლის ჭავლის ქვეშ, უსახო და უსულო მოძალადეების პირისპირ, შიშველი ხელებით, კლავ იგივე შემართებით, უარსეუბნებით
უცხო ქვეყნის, უცხო რეჟიმის გაბატონებას. თქვენთან ერთად დგას საქართველო. დგანან ჩვენი ისტორიის ყველა დროის გმირები. დგანან 31 მარტის მოთავეები, ზვიადი და მერაბი და გვესმის მათი ძახილი. გვესმის მათი სიტყვები. მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის შეწყვეტ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენს და ქვეყანაც. გაგვაფრთხილეს და თქვენ განაგრძნობთ ამ ბრძოლას, რომელიც არასოდეს შეგვიწყვეტია. ხან დამოუკიდებლობისთვის, ხან თავისუფლებისთვის და ყოველთვის სამართლიანობისთვის. უკვე 124 დღეა აქ დგახართ და ითხოვთ იმის დაბრუნებას, რაც ხალხის ნებით, კანონით და კონსტიტუციით გვეკუთვნის. ჩვენი ურყევი არჩევანი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი. ამ ბრძოლამ უკვე მოიტანა შედეგი. ჯერ კიდევ რუსული კანონის წინააღმდეგ დაწყებულმა მასობრივმა პროტესტმა საერთაშორისო ყურადღება და მხარდაჭერა მოიპოვა, რის შედეგადაც დაიმსახურეთ თქვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს თქვენ გააკეთეთ და მხოლოდ თქვენ. და ეს პატარა მიღწევა არა. უცხოეთმა პროტესტმა მთელ მსოფლიოს გააგონა ჩვენი ხმა. დააწვენა საზოგადოების მობილიზება ახალი არჩევნებისა და ევროპული მომავლისთვის. დემოკრატიული სამყარო ქართველ ხალხს ჩვენ ბრძოლას და სამართლიანი მოთხოვნებს მხარს უჭერს. ესეც თქვენი გამარჯვება. არჩევნებიდან 5 თვე გავიდა და არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს გაყალბებულ არჩევნებს და ხელისუფლების ლეგიტიმურობას. იზოლაცია მართველი პარტია, იზოლაციაშია მართველი პარტია. აქაც გამარჯვებული ხართ თქვენ, ისინი კი სადღაც ხელის ჩამორთმევას ცდილობენ. როცა ჩვენი პარტნიორები მაღალ დონის შეხვედრებზე ან პარლამენტთან წინაშე მიწვევით, მე და არა მართველ პარტიას მიწვევენ, ეს თქვენი მხარდაჭერის ნიშანია. თქვენი ბრძოლის აღიარება. მე იქ მხოლოდ წარმოგადგენთ თქვენ, წარმოვადგენთ საქართველოს. ბოლო ვიზიტის დროს ჩვენმა ბალტიისპირელმა მეგობრებმა თქვენთან დამაბარეს ეს სიტყვები. ხალხს გადაეცით ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა. ხალხს პირველად ჩვენ ახლო ისტორიაში მხარდაჭერა იყო, როცა ქართველ ხალხს პირდაპირ მიმართა პრეზიდენტმა მაკრონმა. ყველა ჩვენი პარტნიორის განცხადება საქართველოს შესახებ თქვენს მოთხოვნებს ეხმაურება. ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. დამსახურება ისიც, რომ მიუხედავად
მიუხედავად ბევრი სხვა მსოფლიო გამოწვევისა საქართველოს სამართლიანი ბრძოლა მაინც რჩება დღის წესრიგში. მთავარი მიღწევა თუ არა ჯერ კიდევ გამარჯვება ის არის რომ ვერ შეძლეს ქუჩაში მდგომი ქართველი ხალხის გატეხვა. ვერც ძალადობით, ვერც დაშინებით, ვერც რუსული კანონებით და ვერც რუსული პროპაგანდით ევროპული მომავლისთვის ბრძოლის პროტესტში დაიბადა ჭეშმარიტი სამოქალაქო სოლიდარობა და ეროვნული თანხმობა. მეორეს მხრივ მართველი პარტიის რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გამკაცრება მხოლოდ მათი პოლიტიკის წარუმატებლობის ნიშანია. ვერ გააჩერეს პროტესტი, ვერ გააჩუმეს ხალხი, ვერ ჩაახშეს, ვერ დააშინეს, ვერ დააკუცმაცეს. ამდენი ფული, უამრავი ბერკეტი და უზომო ძალა ერთხელშია, მაგრამ შედეგი არა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ გამოსული ადამიანების რაოდენობით არ იზომება პროტესტის ძალა. 4 თვის შემდეგ მხნეთ დგომა ზუსტი საზომი. ერთი ქალის ხმა ცეცხლი ოლიგარქიას არის ზუსტი საზომი. ერთი დედის შეუპოვარი და დინჯი გამძლეობა ნამდვილი საზომია. გურიაში სტიქიის წინააღმდეგ ერთიანობაში ერთმანეთის დახმარება ჯარიმების გადახდაში სასამართლოსთან ერთად დგომაში ესაა ნამდვილი ერთობა და ესაა ძალა, რომელსაც რეჟიმი აღმართული კედელივით ეჯახება. დღეს ჩვენ ერთმანეთის იმედი ვართ უსამართლობის წინააღმდეგ. სწორედ სოლიდარობას და ერთობას, როგორც ინდივიდუალურ ღირსებას და გამძლეობას გამოჰყავს წყობიდან მართველი პარტია. ამ ძიმე დროს, ამ უსამართლობასთან ბრძოლასა და გამძლეობაში იბადება ახალი საქართველო, ძალიან ქართული და ძალიან ევროპული. დღეს ისევე როგორც 1918 წელს და 1991 წელს ეს არის მყარი საძირკველი, რომ დამოუკიდებელ დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს დავიბრუნებთ. რუსეთისა და მისი მესვერების კლანჭებიდან გამოვგლიჯავთ და საკუთარ გზაზე დავაბრუნებთ. ბრძოლა გრძელდება. ეს ბრძოლა მართალია, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს ვეყრდნობით. საკუთარი თავის იმედი გვაქვს. ეს ბრძოლა საქართველოსთვისაა. საზოგადოების ყველა სეგმენტისა, ყველა რეგიონის და ყველა სოციალურ წრისა. ეს არაა ბრძოლა კერძოდ ვინმეს გამარჯვებისთვის.
არ ემსახურება ვინმეს ხელისუფლებაში დაბრუნებას ან ვინმეს ხელისუფლებაში მოსვლას ემსახურება ქვეყნის გადარჩენას და ამაში ვართ ერთად თქვენ ვინც ასე ამაყად და ურყევად დგახართ არ ყიდით არ ძმობთ და არაფერში ცვლით სამშობლოს თქვენ გიპირისპირდებათ ერთი კაცის და უცხო ძალების მსახურებაში მყოფი პატარა ჯგუფი რომელიც მხოლოდ საკუთარი ფულისა და ვიწრო ინტერესების დაცვას ემსახურება ბევრი მათგანი არა მხოლოდ ვერ აღიარებს რომ რუსეთის საქმეს აკეთებს არამედ ვერც ბედავს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას და იმალება ყოვლის მომცველი რუსულ პროპაგანდის ლოზუნგის უკან აბაომი ხომ არ გინდათ დღეს ეს რეჟიმი სამ ძირითად საყრდენზე დგას მაგრამ ბარბაცობს ერთი არის ოლიგარქის გარემოცვის ფინანსურ ინტერესებზე და ისინი კვებავენ რეჟიმს მეორე რუსულ პროპაგანდისა და პროპაგანდისტების რომლებიც ცდილობენ ხალხის მოტყუებას და დამორჩილებას და მესამე რუსული ყაიდის ძალადობრივ სისტემაზე მთავარ კითხვაზე თუ რამდენ ხანს გაძლებს და როგორ დავამარცხებთ ამ რუსულ რეჟიმს ავტორიტარიზმს როგორ დავაბრუნოთ ქვეყანა ჩვენს მიერ არჩეულ გზაზე პასუხი სწორედ ამ საყრდენების დასუსტებასა და ჩამოშლაშია ეს არის არა ძალადობრივი ბრძოლის რთული ალბათ გრძელი მაგრამ საბოლოო წარმატებული გზა რომელიც საქართველოს სამშვიდობოს გაიყვანს ჩვენი ძალა მშვიდობიანი გზა მართლ პარტიას ძალიან უნდა გადაგვიყვანოს იმ გზიდან ამ გზიდან ძალადობრივ ჭიდილში შეგვიყვანოს და ამით დაგვამარცხოს ამის საშუალებას არ მივცემთ კონსტიტუციური გზით კანონის უზენაესობის დაცვით ჩვენ ისინი არა ვაგრძელებთ ამ უთანასწორო ბრძოლას მეც თქვენთან ერთად და სანამ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი არ ჩამოაყალიბებს ლეგიტიმურ მთავრობას და არ აირჩევს შემდეგ ლეგიტიმურ პრეზიდენტს მე ვრჩები ჩემი ფიცის ერთგული ვემსახურო ქვეყანას დავიცვა კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ნება და ინტერესი მისნის მისაღწევად საჭიროა ამ ბრძოლას ქუჩის პროტესტთან ერთად და მასთან შეჯერებით მიეცეს პოლიტიკური ფორმატიც ამიტომ შევთავაზე და დღეს თქვენს წინაშე საჯაროდ ვაცხადებ რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა ამ პლატფორმის მთავარი პრინციპი ის არის რომ იგი ღია ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის რომელიც მზად არიან გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და ბოლომდე გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მიზანი დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები ამ მიზნების მისაღწევად
წინააღმდეგობის პლატფორმა თანხდება, რომ შეაჯეროს პოლიტიკური პოზიციები, რათა კოორდინირებულად, ანუ უფრო ეფექტურად ამხილოს და დაუპირისპირდეს რეჟიმს და მის ქმედებებს. წინააღმდეგობა გაუწიოს და წინააღმდეგეს რეჟიმის მცდელობას გაანადგუროს საქართველოს განვითარების ყველა პერსპექტივა და მისი ევროპული მომავალი. პლატფორმა მოამზადებს შეთანხმებულ პოლიტიკურ პოზიციებს. გასატანად პლატფორმა შეათანხმებს. რასაც შეათანხმებს. გასატანად ქვეყნის შიგნით და გარეთ კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტის ეგიდით შეიკრიბებიან პლატფორმის მონაწილე სუბიექტები, შეაფასებენ პოლიტიკურ გამოწვევებს, შეაჯერებენ პოზიციებს და შესაძლო ქმედებებს. ამის შესახებ საზოგადოება სრულად და მყისიერად იქნება ინფორმირებული და მჭიდრო კომუნიკაცია დამყარდება სამოქალაქო საზოგადოებასთან და პროტესტის მონაწილე ჯგუფებთან, რათა ერთობლივი სტრატეგია მიღწეული იყოს. წინააღმდეგობის პლატფორმა მონაწილე პარტიები თანხმდებიან არჩევნების ახალ დასასრულ პირობებზე და ხმების ერთიანად და ეფექტურად დაცვის მექანიზმის აუცილებლობაზე. მზადყოფნა არჩევნებისთვის მიუხედავად იმისა, როდის დაინიშნება ჩვენი მოვალეობა, მმართველმა პარტიამ ვერ უნდა შეძლოს და გაატაროს თავისი მორიგი სცენარი, მოულოდნელად დანიშნოს არჩევნები უცვლელი მოცემულობით და გაყალბების შესაძლებლობაც ამით შეინარჩუნოს. ჩვენი პასუხისმგებლობა დროულად მოვემზადოთ და საზოგადოებასთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად დაუყოვნებლივ შევუდგეთ დამკვირვებლების მასობრივ გადამზადებას, რათა ერთიანად და ეფექტურად დავიცვათ ჩვენი ხმები. პარტიული საქმიანობა ამ შემთხვევაში უნდა ექვემდებარებოდეს საერთო ინტერესებს და წინააღმდეგობის გამარჯვების მიზანს. საერთაშორისო ასპარეზეც აუცილებელია მეტი კოორდინაცია. ამიტომ ეგეგმათ ერთიანი კალენდარის შექმნას, კოორდინირებულ ვიზიტებსა თუ გზავნილებს, თუნდაც ერთიან სტრატეგიას, რომელიც პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერებას და მათთვის დიპლომატიური ნაბიჯების შეთავაზებას მოიცავს. პარტიები, რომლებიც თანხმდებიან წინააღმდეგობის პლატფორმის მონაწილეობაზე, აღიარებენ ქართულ ქარტიას, როგორც ერთობლივი პრინციპებს და მხარს უჭერენ მას, როგორც სამომავლო პროგრამას, რომლის მეშვეობით საქართველოს დროულად დავაბრუნებთ დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზაზე. ახალი ეტაპი იწყება. ნუ შეგეშინდებათ, რომ თითქოს ხანდახან ბევრი ადამიანი არ დგას რუსთაველზე. თუ ვიღაც გაიყიდა, მოისყიდეს, თუ ვიღაც შთაგონებით, რომ თურმე მუხტი არაა, ლიდერი არაა, ჭორებს ავრცელებენ, რომ დაყონ და დაგვაპირისპირონ. გახლეჩილებს და ცალ-ცალკე ხომ მოგვერევიან. ნუ გეკნებათ ნიჰილიზმი, სრულმოლოდინებს ნუ გაყვებით, მეგპირდებით, რომ ამას არ შეგიქმნით და არ მოგატყუებთ.
არც კი ვიცით ეს გზა გრძელია თუ უცებ გასრულდება და ვერავინ იტყვის ამას რადგანაც ავტოკრატიის დასრულება კანონზომიერებას არ ემორჩილება მაგრამ იმედსა და რწმენას არც ერთი კანონი არ აწესრიგებს ჩვენ ძალიან ბევრი ვართ რადგანაც ყოველდღიურად რეჟიმი ახალ მოწინააღმდეგებს თვითონ ბადებს ყველა ის ადამიანი ვისი ახლობელიც უსამართლობის მსხვერპლი აღმოჩნდა ოჯახები რომლებიც კარგავენ არა მხოლოდ მარჩენალს არამედ მიზანს და მომავალს მოსწავლები რომლებიც ართმევს უცხოეთში სწავლის პერსპექტივას ემიგრანტები რომლებიც ქვეყანაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავენ მცირე მეწარმეები რომელიც არსებობის საშუალებას ართმევენ ესენი ამსხვილებენ წინააღმდეგობის ჯარს ვინ დარჩა რეჟიმის დამცველ ძალად ერთი ვიწრო ჯგუფი რომელიც უშუალოდ სარგებლობს და სარგებლებს პოულობს პრემიებს იღებს ტენდერებს ირგებს მიწებს ირიგებს ისინი ვიცაც არ სხვენია რომ ემსახუროს ამათ და რეალურად ცოტანი არიან და დღეიდან კიდევ უფრო შემცირდა მათი მხარდამჭერების რაოდენობა რადგან წარმოუდგენელი ჩაიდინეს არ შემიძლია მე დღეს 31 მარტს ვიდგე აქ თქვენს წინაშე როგორც მთავარ სარდალი და არ ვოდგე იმ საზიზღრობას რომლითაც ცდილობენ ჩვენი ყურადღების გადაიტანონ და სანახაობათ აქციონ საუბრობ პროკურორ თეავიშინსკიზე ეგრეთ წოდებულ საინვესტიგაციო კომიტეტზე ეს არც ისტორიის გარკვევას არც გაგებას ემსახურება ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი რომელიც ემსახურება შურისძიებას მაგრამ უფრო კიდევ შემაშფოთებელია მოღალატე რეჟიმის მთავარი მიზანი ესე იგი ქართული სახელმწიფოს ბოლომდე დაშლა და განადგურება უშუალოდ რუსული დაკვეთის შესრულებას იმის შემდეგ რაც ამ რეჟიმს ყველა დამოკიდებული დაემორჩილა მას შემდეგ რაც საქართველოს სასამართლო სისტემა გააუქმა მოახდინა პოლიციის დისკრედიტაცია და მას ჩამოართვა თავარი მისი ფუნქცია ანუ მოქალაქეების დაცვა ამ ბოლო ნაბიჯით კი ქართული ჯარის ნგრევას ემსახურება ასეთი სურათის შექმნა ჯარის სრული დისკრედიტაცია მისი შეურაცხყოფა და მაშასადამე დემორალიზაცია წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეს სამარცხვინო სანახაობა რომელსაც პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ ემსახურება ჯარის სრულ დემორალიზაციას და მცდელობა საზოგადოებასაც დემორალიზაცია მართველი რომელიც ამას მოიფიქრებს და ამას უკეთებს საკუთარ ქვეყანას საკუთარ ჯარსა და ხალხს არის მტერი ჩვენი სახელმწიფოებრიობის მაშასადამე ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი მომავლის ცალკეული მოქალაქეს მტერი ამიტომ დღეს სწორედ დღეს 31 მარტს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღნიშვნა დღეს არ მივეცით უიმედობას
თუ საცო ტარკვეთილებას მათას ეს უნდათ რომ ჩვენ ერთმანეთს დაგვაპირისპირონ რაღაცა დაწყებული კამპანიები ამასაც ემსახურება მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ასეთი შიდა მოღალატებისა და გარემტრის ერთობლივი მიზნის შესრულებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, გადაუდგება და მტერს არასოდეს გაამარჯვებინებს. ნამდვილად ვიცი, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არ გავიმარჯვეთ. ბრძოლა იქნება ბოლომდე. გაუმარჯოს საქართველოს.